მთავარის ინფორმაციით კასპში ყოფილმა ქმარმა ცოლის მოკლა განსაკუთრებული სისასტიკით სცადა, შემთხვევა ეგრეთ წოდებული მირიანის ბინებში მოხდა. პირველადი დახმარება ქალს მეზობლებმა გაუწიეს. მთავარის ინფორმაციით ქალი კასპის მერიის ერთ-ერთი თანამშრომელია. ის კატასტროფის ბრიგადამ თბილისში გადაიყვანა. ყოფილი ქმარი დაკავებული არ არის. შემთხვევა დამზობა ალით, სავარაუდოდ ბენზინის აღლების შედეგად, ასევე ქიმიური დამოკიდებულება შემატება ნაკვეთი ბასრისარი დეპუტატი რამოდენიმე 50%-იანი დამწრობით ამ წუთას მარტივ სუთხოსია პაციენტი. სპეცოპერაცია Holiday in თბილისში დაკავებულია კაცი, რომელმაც სავარაუდოდ სასტუმროს ერთ-ერთი ნომრიდან გაისროლა. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია, სპეცრაზმი და სასწრაფო სამაშველო დახმარების ჯგუფები. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით დაკავებული პირი სასტუმროს ერთ-ერთ ნომერში ჩაკეტილი იყო და სასტუმროს პერსონალს სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა. ივანიშვილს კობახიძის შემცვლელად ქალი ჰყავს გამზადებული. ოხანაშვილი დასჯილია, მუდმივი დაკვირვების ქვეშაა და ქვეყნიდან ვერ გადის. ინფორმაციას ირაკლი ნადირაძე ავრცელებს. პოლიტიკოსი წერს, რომ მიზეზი სუსისის კრებსებია, რომელიც ოხანაშვილის თანამდებობაზე ყოფნის დროს ივანიშვილზე ადრე კობახიძესთან მიდიოდა და იფილტრებოდა. ნადირაძის ინფორმაციით კონტროლის ქვეშაა ოხანაშვილის ერთ-ერთი მოადგილეც, რომელსაც ასევე მიუწვდება ხელი გარკვეულ ინფორმაციაზე.